Belgia gახდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ამ პოსტს ოფიციალური ბრიუსელი უკვე დღეიდან იკავებს და ამ თემას ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი, სადაც იმედს გამოთქვამს, რომ ბრიუსელსა და თბილისს შორის თანამშრომლობა უფრო მეტად გამტკიცდება, მით უფრო ამ ფონზე, როდესაც ბრიუსელი თბილისისგან კონკრეტული პირობების შესრულებას ელოდება იმისთვის, რომ წლის ბოლოს მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად ევროკავშირმა თანხმობა მისცეს საქართველოს. ოპოზიცია კი ამ დრომდე ელოდება თუ რას აპირებს ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მართლმა პარტიამ თქვა, რომ 9 პირობის შესრულებას ის აპირებს ოპოზიციასთან ერთად და რიგ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჯერჯერობით მაინც არ ვიცით რა ფორმატს ქმნის, რა პირობების შესასრულებლად ელოდება ან იწვევს ოპოზიციას მმართველი პარტია და სად ხედავს ოპონენტების როლს. პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ 8 ნოემბერს გამოქვეყნდა და ხელისუფლებისთვის სწორედ ამ დროს იყო ცნობილი პირობების შესრულების საკითხი და უმჯობესი იქნებოდა, რომ ხელისუფლება ამ პირობების შესასრულებლად თუ არა დასაგეგმად მაინც დეკემბერი გამოიყენებინა და ოპოზიციასთან უკვე დაეწყო თანამშრომლობა, თუმცა პოლიტიკურმა პარტიებმა ჯერ ისევ არ იციან სად იწვევს და რა სამუშაო ჯგუფებში იწვევს მათ ქართული ოცნება. თავად კი უმეტესად ოპოზიციაში არიან ჩამოყალიბებული, რომ თუ კი სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, ისინი აპირებენ თანამშრომლობას, რადგან აჩვენონ თუნდაც დასავლეთს და ქვეყნის შიგნით საზოგადოებას, რომ ოპოზიცია მონდომებულია 9 პირობის შესასრულებლად, თუმცა განსაკუთრებული მოლოდინი ოპოზიციას ხელისუფლებისგან არ აქვს, რადგან მთავარი პირობები მათი თქმით, რაც შეეხება მაგალითად დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმას, თავისუფალ არჩევნებს, სავარაუდოდ არ შესრულდება ხელისუფლების პირობებში, რადგან ეს ამ დრომდეც შეეძლო მართლ პარტიას და არ გააკეთა. თუმცა ამის მიუხედავად ისინი ელოდებიან ხელისუფლებისგან ნაბიჯებს და ელოდებიან თუ რა გეგმა აქვს მართლ პარტიას იმისთვის, რომ ამ პირობებზე მუშაობა დაიწყოს. ქართული ოცნების მხრიდან ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული გეგმა წარმოდგენილი არ არის, რა ტიპის თანამშრომლობა ან კომუნიკაცია უნდა შედგეს 9 პუნქტთან დაკავშირებით. ცხადია, რომ ეს 9 უმნიშვნელოვანესი პუნქტი არის შესასრულებელი, მაგრამ 9 არის უკვე გავლილი დისკუსიების შემდგარია, მათ შორის საპარლამენტო სამუშაო ფორმატებში, მათ შორის საკომიტეტო მოსმენებზე და სამწუხაროდ ხელისუფლებამ არაფერი არ შეცვალა. ქართული ოცნება, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება, არ აპირებს დათმოს საგარეო პოლიტიკა, რომელიც არ ემთხვევა ევროკავშირის პოლიტიკას. არ აპირებს დათმოს მურუსიძე სასამართლო სისტემაში. რაიმე ტიპის ცვლილებებს მოლოდი არ გვაქვს. როგორც კი იქნება განსაზღვრული თანამშრომლობის თუ სამუშაო შესაბამისი ფორმატები, შემდეგ ვიმსჯელებ და მივიღებ გადაწყვეტილებას ღირს თუ არა საერთოდ ამ სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა. სამუშაო ჯგუფებში ჩართვა არის სწორი, მით უფრო წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე და პოზიციების ხმამაღლა მიტანა, როგორც სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ასევე სხვა საშუალებებით და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შესაძლებლობა წინასაარჩევნოდ, მათ შორის მოსახლეობას ვაჩვენოთ განსხვავება მაშინ, როდესაც ერთის მხრივ არის ქართული ოცნება და ქართული ოცნების ინტერესები და მეორე მხრივ სასწორზედებს ქვეყნის ევროპული მომავალი, სადგას ოპოზიცია და სადგას ქართული ოცნება. ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რა ფორმატით აპირებენ, მე ვერ გეტყვით, არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით შეიძლება, თუმცა მე არაერთხელ მქონდა მათ შორის წინადადება, რომ თუნდაც გეგმა, რომელიც ეხებოდა 9 დათქმის შესრულებას, უნდა გაკეთებულიყო და შექმნილიყო ოპოზიციასთან ერთად. მუშაობა ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა, იმის მაგივრად, რომ მთელი ესე ვთქვათ დეკემბერი ყოფილიყო აი ამ გეგმაზე და ამ სამუშაო პროცესზე. ნახოთ, კარგი იქნება ერთიანი პოზიცია თუ იქნება. სავარაუდოდ მაშინ, როდესაც სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი გადაწყვეტს, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში ისინი შევიდნენ სამუშაო ჯგუფებში, თუმცა ჩვენ ამ დროის განმავლობაში ასევე მოგვისმენია მოსაზრება, რომ ისინი მმართველი პარტიისგან ელოდებიან არა მხოლოდ სამუშაო ჯგუფების შექმნას, არამედ იმის დაპირებას, რომ ხელისუფლება ასევე გაითვალისწინებს ამ 9 პუნქტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს, რომელიც დიდი ხანია უკვე დაინიცირებულია პარლამენტში, თუმცა მის განხილვაზე ხელისუფლება ამ დრომდე ამბობს უარს. ამ დრომდე ასევე არ ვიცით, რას აპირებს მმართველი პარტია, რომელი პირობის შესრულებისთვის გეგმავს სამუშაო ჯგუფის შექმნას და ზოგადად რა კომპრომისია წამსვლელი ხელისუფლება ჯერჯერობით ამ თემაზე ქართული ოცნება დუმს.